ქართული ცეკვა, ფოლკლორი, პოეზია, სპორტული შეჯიბრებები, ხალხური რეწვის გამოფენა და ტრადიციული კერძები თიანეთში დღეს სახალხო დღესასწაული თიანეთობა 2013 იზეიმეს. კულტურის სამინისტროს და რაიონის გამგეობის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში თიანეთობა ადგილობრივებმა და თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა ერთად აღნიშნეს. მათ შორის იყვნენ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. დღესვე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. თიანეთობის აღნიშვნის ტრადიცია 5 წელია აღდგა, ღონისძიება ტრადიციულად აგვისტოს თვეში იმართება. მოგილოცავთ თიანეთობას. ეს მართლა შესანიშნავი დღესასწაულია, მას ადრე ჰქონდა ტრადიციები, მაგრამ ახლა 5 წელია ზედიზედ არ იკარგება ეს დინამიკა და წლიდან წლამდე კიდევ უფრო საინტერესო გახდება. აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, კულტურული ცენტრი, აქ იქნება კინოთეატრიც, ღია კინოთეატრიც და აქ იქნება შეხვედრები ძალიან საინტერესო თემებზე. მიხარია, რომ თიანელებს ძალიან ბევრი სტუმარი ყავთ და საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ერთიანია თიანეთის პრობლემების გაწყვეტაში. ყოველ წელს აქ ჩამოვდივართ, ვისვენებ თიანეთში და ვერთობით ყოველთვის აქ ვართ. ბევრი გასართობი საშუალება არის, იმართება დოღი, და ვერთობით ხოლმე უყურებთ ამ ყველაფერს დილიდან გამოსულები ვართ საღამომდე და ბოლოს ვქეიფობთ ხოლმე.